Hi. ეხლა ჩამოვედით ქუთაისში და ეს ვიდეო იქნება იმერული ტური. გემრიელითან. ხო, გემრიელი აი რაღაცნაირი და კარგი. პირველი გაჩერება არის ვიკენდია საქაბაბე. ისე როგორ აუვლიდით გვერდთან მარტო მე პირველად პირველად შევიდე და რაღაც ისეთი ალბათ ქუთაისში ჩამოხვალ ვიკენდია საქაბაბეში უნდა იყო ნაყოფი. გოგოებიც უნდა იყვნენ ნაყოფი. მართალია ეს შევიხედეთ, ანუ არც ერთი გოგო არ არის და არც ერთი კალი არ არის, მაგრამ ჩვენ შევალთ. ანუ ჩვენი მეგობარია, რომელიც გუმასპიცლობს იმერეთში. ანუ პანდეს ოჯახში მივდივარ. კი, რას ფიქრობ, ვიკენდია საქაბაბეში ნამყოფი ხარ აქამდე? ერთხელ ადრე. და აი როგორი გამოცდილება იყო? არ მახსოვს. მახსოვს რომ ცხარე соуსი. კაი არის ხო? соуსი ცხარე იყო მახსოვს. კაია უკვე. თან ეს მოინტერესდა და ხო, თაფეხზე უნდა დავიგეთ. განახებთ რები. აუ როკოი. აქ არის соуსი მთავარი ჩემი აზრით. და 4 ქაბაბი, პური და 2 ლიმონათი. ლიმონათი დაჯდა 50 ლარი. 54. 44? ოღონდ 4 ქაბაბი არ არის, 2 არის დაბოჭდა. ეს შემიძლია ბოთლით წავიღო. კი, და დავლიო გზაში. რა სიტყვით? კაია? ხორცი. მე და ნინოს ერთი თებში აგვექოს მარტო. თქვენო გოგოები ხართო. კაია? ოია. კაია. ხაბაბი რა გამრიელი ყოთია. ხაბაბი უნდა ჩამოხოლე მე მინო. სანდომერია. ვეგანო კაბაბია? არა, ბიჭო, ჩვენ აღარ ვართ ვეგანები. აი, ცოდი? შენ გამოვიცოთ, ანამ თუ დაიწყო ხინკვის გარდა ამ შემა გავწულა. ისეთი გიხო. კაია. მე ხახუს ძალიან ვიყავ. აუ, პროგრამერია ხალხო. ანუ ძიმე საჭმელი არ არის. და ისინი არა აქვს. ხრტილები. გაიგასწორებს. დაგმარჯოს მინდა. ტატაის ლიმონადი გინდა. ძალიან კაი დასაწყისი. ადგილი 10-დან 10 სასაყურებელი და ფეხს რო დგარ ძალიან მომწონს. კაი არის, კაი აბა, ხო არის კაი. ხო, ქუთაისელი არ თქვათ ხოლმე ისე. ეგ ძალიან დიდი red flag-ია. ანუ ქუთაისელს არავინ არ ხმარობს ქუთაისში, თურმე მეც არ ვიცოდი რა. ხო და გადავაბებთ ქუთაისელი. არა, ქუთაისელი. მეგობარი ყავს, რომელმაც გვირჩია ბაზარი და თან ისეთი ბაზარია. ბაზარი რატო ქვია ისე? ბუნებრივად ძალიან ლამაზი არის, შიგნიდან როგორც მწვანე ვაშლები და რაღაც. ხო და შევიდეთ და ვნახოთ. მწვანე ფოთლები და რაღაცები ვიყიდე უეჭველი. კაი, წამოდი ოპერატორო. რატომღაც ქართველები არ ვეგონეთ აქ ხალხს და არ ვიცი. ხო და თან სადაურებს გავართ. რუსულად გითხრას და ეგ ძალიან არასასიამოვნო იყო. მწვანე, იმიტომ ქვია რომ მწვანედ არის ესენი შეღებილი. მწვანე ბაზარი რატო ქვია? მწვანე ბაზარი, მწვანეა, ყველაფერი დამიტო. ანუ აი პოსტნეული რომ მწვანე? ბატონ. თუ ეს შეღებილი რომ მწვანე? არა, შეღებილი მე აქედან წამოვიდა და მე გააკეთეს საღებავი ზემოდან. მე ერთიანობაში იყოს ლამაზ. მადლობა. ამ მწვანე ცელოფნები და ანუ მე ზოგადად თბილისშიც მინდა ხოლმე რომ ესე ბაზარში დავდიოდა რა უბრალოდ დრო არ მაქვს და ვიძახებ ხოლმე საჭმელებს და თუ ერთ დღეს დავგეგმავთ და ვივლით ხოლმე ძალიან გამიხარდება. ერთ ძალიან კარგ მარკეტში წაგიყვანთ მაგის თქმა და თბილისში ოღონდ ხო რომელიც ბაზრის ტოლფასი არის კიდევ უფრო კარგი ჩემი აზრით. აშულეს გასინჯე. კაი მე მინდა ჩურჩხელა ერთი თხრი. არ არის? კანე მოგწონს. და აი ეს ფერადები რო ეგრე. მოგწონს. ნიკოს. სამჯავე. არ მეტყვა ხო? რამდენი ტყლაპია? გაჩუქა. ფასტაკლება გავკეთე. ჟავეა? ძალიან. ეს ის არის ხო?
თურქული ყავა ხო? და ამაზე კეთდება. მომაგარია. ესეთი მინდა სახში. ხელი არ გეწვებათ ახლა ცხელი არ არის? ეს არის თურქული ხო? აუ, ქვიშაზე სხვა ყოფილა. ანუ არ ვიცოდი ახალ. ნახე მწვანე ბაზარში მწვანე ჭიქები გვაქვს. ხო, აუ, რატო ქვია თურმე მწვანე ბაზარი? კაი, ეს მინდა. ეს მინდა და ეს. ამას ხათამს მოაწყს მილიონაკს. აი, მინდა ეს. აფხაზეთი ტოლი. ძალიან ბევრ ხანს ვიყავით 27 წელი ვიყავით საზღვარგარეთ. მე იქანი ბავშვები შეგვიძლია შვილიშვილები. მე უკვე სასკოლური გაახმა წამოვიდი. მე აი ეს საქმე იყო ჩემი და აქ რო დავიწყე რომ დავდექი გადამიღეს სურათები და მთელი დრო რამდენი მოდის. მე ვქია გალინა ბებო. გალინა ბებო. აი ქუთაისში მწვანე ბაზარში თუ მოხვალთ, გალინა ბებოსთან მოდით და ძალიან კარგი სუნელები აქვს და თან ულამაზესაც აქვთ მოკეთება. აი მე არ ვაკეთებ სახში საჭმელებს, მაგრამ ეხა ამის ხათრით გავაკეთებ. აი ხელოვანი ქალბატონი ხართ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. დანდესმო ესე იგი როგორ გამომაცხადა სანებლების დედოფალი. კი. ესე ხელოვნებად გადაქცეულიო სანებლებია. კი, მართლა. მუსკატს არ ერქვა მუსკატი. და თქვენგან გავიგე. მუსკატი არის რუსული სიტყვა, ჯაოზი არის ქართულად. ხო და იმე პირველად გავიგე, იმიტომ რომ სუნელს რო უყიდუო ხოლმე იმის პასკისთვის, ყველგან აწერია მუსკატის კაკალი. ეს ამისი საფუარი არის. თქვენზე რას გვეტყვით? დიდი ხანია რა? დიდი ხანია 20 წელიწადია. და აქედან ხართ ქუთაისიდან? კი, ქუთაისშიც. ვითხრესო ქართველები და ცოტა შემოდიან. ყველა თქვენ უცხოელები. ქართველები ცოტა შემოდიან, შვილო აღარ არიან საქართველოში. ტურისტები უფრო შემოდიან. ხო, იმიტომ რომ ჩვენ მინიმუმ 5 ადამიანი დაგველაპარაკა უკვე რუსულად და მაგიტო ცოტა ისეთი იყო, უცნაურიც იყო. ახლა რა არიცი? რა არიცი? უფრო ბევრმა უფრო იცის რუსული. მე კი. მადლობა. მადლობა თქვენ. და ბედნიერი დღე. კარგად. ნამდვილად. ხო და მე რაც გავიგე ამ ხიდზე არის ის, რომ ეს არის პაემნების ადგილი. და ადრე თუ გადახტებოდა ბიჭი პაემანზე ამ ხიდიდან, ის იყო ყველაზე სხარტი და всё, იმას ეფრუვი ქონდა რა. ანუ დასტური ქონდა ყველასგან. კი. აქედან და გადაფხტარიყო და მოდი ვანახოთ. მაგით ამტკიცებდა თავის ვაჟკაცობას. ანუ აქ უნდა გადავხტარიყო და ამ ქვებზე დავივდე დაეხეთ. მაქედან არა, აქედან თუ გადახტები არ დაახეთქებ თავს. დამიმტკიცებ? როგორ დაგიმტკიცე? ეს მოიცა? ამაში ეს მასთია აქ გადაღება შეყავი? შევყავ. აფერის Lampedusa Medusa! შევყავ. მინდა შეყავი? შევყავი თავი. ავტოვი არ. დამ ეს რას აკეთებს რო შეყავ თავს? ვითომ გახურავს რა? მეთქი რამე. ჩემთვის ცოტა მახელიეთ. მახურავს? კი. I think it's very unique and beautiful story, I think. Yes. Of course. I don't know. I don't feel such kind of love. It's not love. I think. Okay, thank you very much. Yes. ეხლა ვდივართ საბაგიროთი და ატრაქციონებზე ვიკატავებთ. ძალიან საყვარლობა. ცოტა ყანყალებს. გონი გაგვიცლებს. ამის ჩამოვარდნის შანსი არის? ეს საბაგირო დაარსდა 1627 წელს. და ქუთაისში ჩამოვიდა ერთი იაპონელი, რომელსაც უნდა და ზემოთ ასვლა და ვერ ადიოდა რა. და იფიქრა რომ რატო რა გავაკეთე. რა მოიგონა. ესე იდგა და აქ ხეთს რო შეხვდა საბაგიროს დავაარსებო და მას მე არსებობს ზოგადად სოფლიოში საბაგირო. მე ეს კორეელი აქ ჩასახდა ოჯახი რაღაც. ეხა შემომედით სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ატრაქციონებზე.
ხო და ეს არის ატრაქციების პარკი და გვითხრას რომ ქვია ქუთსლეილენდი. ეს ერქმევია, არ ვიცი, ქუთაისის დისნეილენდი, ანუ ქუთსლეილენდი. ხო და არ ვიცი მომატყუეს თუ მართლა ესე ქვია და დაგვიწერეთ კომენტარებში ვინმე თუ იცით ქუთაისში აქ ატრაქციონებს რა ქვია. მართლა ქუთსლეილენდი ქვია თუ არა? მე მგონი ქუთსლეილენდი. მაგრამ თუ არ ქვია, ჩემი აზრით კარგი სახელი იქნება რა ძალიან. ეხა დავჯდებით მანქანებზე. და დავუდგებით ერთმანეთს. ტურისტებით რა დავდიო? ამასობაში ჩავაყვეხოთ ისიც რომ ჩვენი არხი გადმოიწერეთ YouTube-ის აუცილებლად და წინა ვიდეო თუ არ გინახავთ, ვთევზაობთ და მაგრა ვთევზაობთ ძალიან და მაგასაც უყურეთ. კი. არ დამიჯო, ხოთორებით წე. არ დამოვიდა დავერა. აუ, ნუ მეჯაყები. ნუ მეჯაყები. პიკა. მანდა იყო პაპა. აუნა. აგავინო. ძალიან მაგარი იყო იმენა. გვერდები მткиვა. მაგარი იყო რა. ჩემთვის ქარი არ შეიძლება. აღარ გვინდა. გავჭერებთ. გოგო ვეღარ მიხედავ. ძა შენა რა. აღარ გვინდა. აღარ შენა. ან გარჩა ერთ მომენტში მეგონა რომ გადმოვისწრებდი. ხოდა? ეხა იგივე უკან გავია რა. არ გვინდა. არ გვინდა. არ ხასია რა. აუ, მიკროფონი არ მაქვს. მიკროფონზე გიკეთე. ხო. ესეთი შიშნაჭამი შიშ გამოვლილი თვალება ამღრეული, ტვინა ამღრეული და მუცელ ამღრეული ცხოვრებაში შეყვარებული. 15 წუთი არა ჩამოვედით და ჯერ ვხედავთ რომ ცოტა ეს გავიდეს. მაგრამ ეხა მოვედით ტირზე და ანა ამბობს რომ მაგრად ისვრევს და აი როგორც იტყვიან ტყვიაში აჯეს. კი, მიზანი თუ არ აქვს გაფუჭებული. ძალით. ხო და ეხა ვნახოთ აბა ერთი რისი მაგას ვერ ვისვრე მე. 5-დან 5. რა უბედურებო. ვაუ, გითხარით ვისვრით ხო? მაცადეთ პროსტო. ჰა? მაცადეთ. ფუშენი. მამაში ფულს არ დავხარჯავ მეტს. დაწებებულია, მაგნიტებზე არის დაწებებული, რო იცოდეთ. იმიტომ რომ ერთს მოხდა და არ წაიგეცა. მართლა. ეხა დღეს დილით 5 საათზე უნდა ავდგარიყავით და ნიყვზე უნდა წავსულიყავით და აგვეყვანა ეს ნიყვი. მაგრამ ანა იტყვის რატო ვერ წავედით? იმიტომ რომ ჯოკერს თამაშობდით ღამის 3 საათამდე, 4 საათამდე. რომელზე დავწექით გუშინ? და რა თქმა უნდა ვერ ავტეკით. ხოდა მაგარი ისტორია მოგიყვეთ? აუ, მაგრამ მე ვიყავი წასული და მოვიყვანე. და ეხა განახებთ. მიდი, წადი მოიყვანე. ხო, მიდი. ხოდა ამასობაში ჩვენი მეგობრების დედა ადგა წავიდა ბაზარში იყიდა და გითხრა რომ ანუ ვიფიქრეო რომ წახვიდოდით და იმაში ტყეში დადებდით და გადაიღებდით თვითონ თქვენ დაკრიფეთო და ეხა ნინო მოიყვანს მაგ სოკოს რომელიც ტყეში დაკრიფა და არ შეიმჩნიოთ. აუ, რატო? მოდი აქ. არ მithქვამს. არა. ჩართე. აი მეგობრებო, ჩემი აყვანილი ნიყვი. ხოთან ესე კალათით დადი. ნახეთ. მე კურდღემდე ნახა ეგეც მოხდა. რატო ჩემიშალე? მართლა ჩემი აყვანილია. ესე იგი ნიყვის მერე გრძელდება ჩვენი მოგზაურობა და ეხა ამოვედით ზეკრის უღელტეხილზე. ანა აუ ხშირად უნდა ვიაროთ რა. აუ შეიძლება ძალიან ისეთია ემოციური და ბანალური ფრაზა არის, მაგრამ ანუ გზაში რომ მოვდიოდი მაგას ფიქრობდი, რომ სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამოჩნია თქვა რაღაცა ეგეთი ის აქვს რა. ანუ ხო ძალიან ვიცი რომ ძალიან ემოციურია, მაგრამ ეხა მეტირება უბრალოდ სათვალეს არ მოვიხსნა. სადგერებს რომ ვნახულობ ხოლმე, მე უფრო გული მტკივა
არა ისედაც ძალიან მტკივა გული, მაგრამ აი ამ მომენტებში უფრო გული მტკივა, რომ არ მინდა მსგავს რაღაცებზე ხა ამ ვიდეოში ალბათ საუბარი, მაგრამ რავი, თუ გინდა ჩავსვათ მე. რო ვფიქრობთ ხოლმე რომ ამ ქვეყნიდან გასაქცევები გავხდებით, მალე თუ ესე გაგრძელდა და ასე შემდეგ, აი ეგ არის ძალიან მტკივნეული, რომ პირიქით ანუ არსად არ უნდა მიურბოდეთ და არ უნდა გვიწევდეს მაგ რაღაცებზე ფიქრი და ხო, აი არ ვიცი რა, ძალიან ემოციურია, ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს ანახავი. აქაც. აქ რო გამოვიხიზნოთ და სხვა ქვეყანაში არ წავიდეთ. ეს ხეობა ჩემთვის ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონებაა. აი ყველას ხო ყავს ბავშვობაში ვიღაც ადამიანი რაღაც როლ მოდელი, ვისაც ბაძავს რაღაცა ამ თავს ამსგავსებს და ეგეთი ადამიანი იყო, რომელსაც სულ ამ ხეობაში დავყავდით, ძალიან უყვარდა და რაღაც ისტორიებს იგონებდა ხოლმე ჩვენთვის, რომ ბავშვები გავეგიჟებინეთ რაღაც. პანდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება გინდა? არა, როგორც გამოცდილება კი, ამ ცოტა ხნით, მაგრამ ისე რომ სულ გადავიდე, უკვე აღარ. ეხლა აქ რომ მოვდიოდით, ისეთი ლამაზი იყო აქაურობა, რომ ძალიან მენანება იმისთვის, რომ ისეთ ადამიანებს დავუტოვოთ, ვინც არ იმსახურებს და ვინც მართლა ქართველი არ არის რა. ნორმალური ხალხი გვინდა და ამ მიწაწყალს არაფერი არ ჯობია. კი, ძალიან ლამაზი არის. აქ დაჟე სიტყვაში ვარ მეხვედრილი. თავში ხდებოდა, მაგრამ სასიამოვნო იყო. ესე იგი, ჩვენ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ლაშამ, მე, ანამ, პანდამ იქაც წასულია, მაგრამ დაგვეთანხმება, რომ სიბერეში აქ რომელიმე წვერზე ვაშენებთ ქოხს და იქ ვცხოვრობთ ყველა ერთად. და ვხსნით კაფეს, რომელსაც ერქმევა წვერზე.